მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თუ თქვენ გაინტერესებთ დღის განმავლობაში მომხდარი შოუ ბიზნესური სიახლეები, ეთერშია ინფორმატორისა და ლაილას მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვება. ვანიკო თარხნიშვილს არაერთხელ გაუკვირვებია ქართველი საზოგადოება უცნაური და ორიგინალური იდეებით. გამონაკლისი არც ამჯერად მომხდარა. უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული ვანიკო სუში ფართის აწყობს. ჩემი მეგობრებიც წიდნენ იაპონურ რესტორანს და ორი დღის ჩამოფრინდი და რაც მithnes რომ ეს ერთდროულად ერთობლივი ძალებით ხომ არ გავაკეთოთ რამეო და რაც მოვიფიქრეთ სავით და აი დღეს აქ შევიკრიბეთ და აი ძალიან მეგობრული კაი ატმოსფერო, მთავარი მეგობრული ატმოსფერო არის. ეხა პროილენ, ეხა სიტუაციის გაკეთება მომდევნო ის ვერნიკა ბებრა მაგრამ მაინტერესებს ნელა როგორ არის სამი ო მოსმი არაჩვეულებრივია, სხვადასხვა ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი ინტერიერია და ძალიან გემრიელია. ეს სხვადასხვა წეგან მთხოვეს, რომ უბრალოდ ელემენტალ გამემეორებინა ის, რასაც გარეული აკეთე და მე ვფიქრობ, რომ გამომივიდა. ნელას გაკეთებული გავსინჯე და ძალიან უფრო მომეწონა ვიდრე იმ ზარეულის. პირი დავწვი კარგად, სანელებელი მომივიდა ბევრი და კარგად დაეცვა პირი. ძალიან ბევრ სახეობას ხედავ თევზის და მე ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელია, ვისაც თევზი უყვარს. მე ძალიან მომწონს საქაურობა, ძალიან მომწონს ესეთი პარტიები რო იმართება. რესტორან მაკდონალდსმა დაბადების დღე წამახალისებელი აქციით აღნიშნა. ყოველ მომხმარებელს, რომელმაც ჰეპი მილი შეიძინა, საშუალება მიეცა აერჩია და მიიღო საჩუქრად დამატებითი სათამაშო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რესტორნების ქსელ მაკდონალდს ხარისხის ნიშანი მიენიჭა და გადაეცეს სერტიფიკატი. ფონდი ქართული ხარისხი, ჩვენი ფონდი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ჩვენ ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მესამე დამოუკიდებელი მხარე, რომელიც არც საინსპექციო კონტროლს სახელმწიფოს ვანხორციელებთ და არც ვთქვათ მომხმარებლები ვარ და არც რა თქმა უნდა მაკდონალდსის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ და ასეც არის, რომ ეს გადაწყვეტილებები არის ობიექტური. ასე არის მთელ მსოფლიოში და ესეც სიახლეა პრაქტიკულად საქართველოში. ჩვენ შევისწავლეთ მთლიანად ხარისხის მენეჯმენტი, რაც არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ პროდუქციის უსაფრთხოება და ხარისხი იქნას არამხოლოდ შენარჩუნებული და მაღალი დონის, არამედ სრულყოფილი. როგორც ჩანს, გიგა კუხიანიძე აქტიურად მუშაობს ყოველთაობის ქართულ მომღერალთან. ამჯერად მის სტუდიაში ეკა კვალიაშვილი წერს გიგას სიმღერას და როგორც ეკამ განაცხადა, მის რეპერტუარში ეს გიგას პირველი სიმღერა არ არის. მზადება არის ალბომისთვის, ახალი პროგრამა კეთდება როგორც ალბომისთვის, ისე რა თქმა უნდა საკონცერტოდ. აუცილებლად კონცერტის სახითაც მივცემთ ამ პროგრამას ალბათ ფილარმონიაში. აი გიგას სიმღერა არის ძალიან მაგარი. რაღაცა უფრო soul-ის სტილშია, რაღაც არის ცოტა ეს ჯაზ-როკის ელემენტებიც. არის ძალიან თანამედროვე, არის ისეთი, რაც დღევანდელობას უხდება, აბსოლუტურად შეეფერება იმ დროს, რა დროშიც ვცხოვრობთ. მოდი ისევ მომეფერე შენთან მინდა მოდი გამათბერ ჩვენი ღამე ამფერ თუ არ გჯერა ჩემი არ გჯერა ისევ გესმის ეკასთან ძალიან ხშირად მიწევს მუშაობა ბოლო 3 წელიწადი აი გასულ წელს კიდევ ვიმუშავეთ თლიან პროექტზე რა იმპერიაზე ну 80% ჩემი არანჟირებები არის იქ შესრულებული და საერთოდ შეგადაშიგ მუშაობთ რა სიმღერებზე და ეხლა უკვე მთლიან ალბომზე კიდე
მუშაობთ მე და ეკა და რა ვიცი მე ძალიან კმაყოფილი ვარ საერთოდ ეკასთან მუშაობით, იმიტომ რომ არანაირი პრობლემა არ მაქვს, იმიტომ მუშაობ აბსოლუტურად პროფესიონალთან რა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.